საღამოშიდობისა მეგობრებო, ეთერშია, პირდაპირ ეთერშია რადიო სივსე 90 FM 98 და 5 და შესაბამისად გეოპოლიტიკური ტოკ-შოუ დიდი სივსე, მე ვარ ამ შოუს წამყვანი ვარკა გორგილაძე და შვენიერი ბრწყინვალის სტუმრობა ჩვენს დღევანდელ გადაცემაში მეცნიერი დიპლომატი ბატონი კონსტანტინე ჟღენტი და ფილოსოფოსი ანალიტიკოსი ოთარი ჭულუხაძე საღამოშიდობისა უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. შესაბამისი თემებია, ანუ მასშტაბებს გულისხმობ და ამდენად მაგ და დარწმუნებული ვარ ამ სიღრმისეულ ანალიზში, რომელსაც შემოგთავაზებთ. მოდი დავიწყოთ მიმოხილვა მთავარი თემების, ანუ ამ თემებზე ვიქნებით ფოკუსირებულები დღეს. როგორც ცნობილია თქვენთვის, ძვირფასო მსმენელო და მაყურებელო, გულისხმობ მათ, ვინც თვალყურს აძევნებს და უყურებს ახლა ონლაინში ჩვენს Facebook გვერდზე, ეს არის რადიო სივცე. და შესაბამისად მოგვიანებით მოგეცემათ შესაძლებლობა რომ YouTube-ში ნახოთ ასევე ეს გადაცემა. მოკლედ 19 მაისს შედგა სატელეფონო მოლაპარაკება ტრამპსა და პუტინს შორის. და რა განაცხადა პუტინმა ამ საუბრის შემდეგ. სანამ ესე იგი ტრამპი იქ ურეკავდა ევროპის ლიდერებს და ანგარის აბარებდა, ატყობინებდა ამ შეხვედრის შედეგების შესახებ. პუტინმა შემდეგ განცხადება გააკეთა, რომ საუბარი ტრამპთან 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რომ ტრამპთან საუბარი შინაარსიანი იყო, გულწრფელი და ძალიან სასარგებლო. ასევე პუტინმა მადლობა გადაუხადა ტრამპს მოსკოვისა და კიევის შორის პირდაპირ მოლაპარაკებების აღდგენის მხარდაჭერისთვის. ცეცხლის შეწყვეტა უკრაინასთან შესაძლებელია შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში, პუტინის განცხადება. რუსეთისა და უკრაინის მემორანდუმში შეიძლება შევიდეს ცეცხლის შეწყვეტის და კონფლიქტის მოგვარების პრინციპების საკითხები, განაცხადა პუტინმა ასევე. ეს მემორანდუმის თემა პირველად გაჩნდა. რუსეთმა და უკრაინამ უნდა იპოვონ კომპრომისები, რომლებიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს, ასევე განაცხადა პუტინმა. შემდეგ უკვე X პლატფორმაზე ტრამპი აქვეყნებს თავის ტვიტს, რომელსაც უძღვნის შეხვედრას. ახლახან დავასრულე 2 საათიანი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად ჩაია. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებების დროებითი ზავის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ომის შეწყვეტის შესახებ. პირობები განიხილება პირდაპირ მხარეებს შორის, როგორც ეს უნდა იყოს, რადგან მხოლოდ მათ იციან ყველა დეტალი, რომელიც სხვისთვის უცნობია. საუბრის ტონი და ატმოსფერო შესანიშნავი იყო. რუსეთს სურს დაამყაროს ფართომასშტაბიანი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უკრაინასაც შეუძლია მიიღოს უზარმაზარი სარგებელი ვაჭრობიდან. მოკლედ ესეთი აქტოვანებული ტონალობის შემდეგ, აქვე ხო ტრამპი ამბობს, რომ მე მოახსენე ესე იგი ევროკავშირის თავმჯდომარეს ურსულა ფონ დერ ლაინის და ასევე იტალიის, საფრანგეთის და ფინეთის რატომღაც საიდან ესე იგი, ფინეთის პატივცემული სწროუბი ხო? მან ესე იგი გოლფს ეთამაშა ერთადერთი ევროპაში ვინც იცის გოლფის თამაში და გუში ხოკეი ეთამაშეს და ეთყობა მან ეგ ამბავიც იყო. მოკლედ ამასთან დაკავშირდა აქ საინტერესო რა აქ არის აი საკომუნიკაციო სტრატეგია რომელსაც კრემლი იყენებს ანუ ჯერ პუტინმა პრინციპში ეგეთი დადებითი პოზიტიური განცხადება გამოაქვეყნა რაღაც ზედმეტი სენტიმენტების გარეშე. შემდეგ ტრამპი აქვეყნეს საპასუხოდ რაღაცა რომ ეს არაჩვეულებრივი მოლაპარაკება იყო და ეხლა უკვე უშაკოვი ახდენს კომენტარს და რაღაცა ესეთ პიკანტურ დეტალებს უკვე ესე იგი აცნობს საზოგადოებას. აი მაგალითად პუტინმა საუბრის დასაწყისში მიულოცა ტრამპს მე-11 შვილიშვილის დაბადება და ახალ შობილისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერის ქალიშვილის ჯანმრთელობას უსურვა. ტრამპი ხედავს რუსეთს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს. ანუ რუსეთში ხედავს ამ პარტნიორს. პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ დიალოგს ყველა საკითხზე, მათ შორის უკრაინაზე. ლიდერები არ გამორიცხავენ პირადი შეხვედრის ჩატარებას, ადგილი დავადები ჯერ არ არის განსაზღვრული და ბოლოს
ვლადიმერ ტრამპეოვნება შეგიძლია ნებისმიერ დროს დამიკავშირდე ტელეფონით სიამოვნებით გიპასუხებ შენთან სასიამოვნოა ესეთი საუბარი და ესე იგი შემდეგ უკვე აღარ მახსოვს პესკოვი თუ უშაკოვი ეს რამეს ამბობს რომ იმდენად დიდ სიამოვნებას იღებდნენ ერთმანეთთან საუბრით რომ ესე იგი არც ერთ არ სურდა ამ სატელეფონო საუბრის დასრულება და ესე იგი ერთმანეთს არა შენ დაკიდე, არა დონი შენ დაკიდე, მე ეს დავეღუდები და მოკლედ. აი ესეთი მოლაპარაკება შედგა და რაც ძალიან ცუდად აისახა ევროპელთა განწყობაზე. ვინაიდან მას შემდეგ რაც ტრამპმა მოახდინა მათი ინფორმირება ამ საუბრის შესახებ და მე ესე იგი იქ გაჟონილი ინფორმაციიდან ირკვევა რომ რბილად რომ ვთქვათ გაოგნებულები დატოვა ეს ევროპელთა ლიდერები ვინაიდან მათ იმედი ჰქონდათ იმისა რომ ტრამპი დაემუქრებოდა სანქციებით მსგავსი არაფერი მოხდარა პირიქით ტრამპა თქვა რომ ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება სანქციების დაწესებას ვინაიდან სანქციების დაწესებამ შეიძლება შეუშალოს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს მეტიც თქვენ იცით რომ შტატებში არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის რაღაც 500%-იანი ტარიფების დაწესებას და თითქოს და ბევრი მხარდაჭერია თებთ პალატაში მეთქი კონგრესშიც და წარმომადგენელთა პალატაში და სენატში, თუმცა ბევრი ექსპერტის, ეკონომისტის აზრით ეს კატასტროფულ შედეგს გამოიღებს არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთელ მსოფლიოსთვის და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მოკლედ, მოდით ახლა აი ეს ასპექტი გავიხილოთ თქვენი აზრით, მეგობრებო. ეს ბრომანსი რაც ხდება ახლა ტრამპსა და პუტინს შორის. ეს მხოლოდ ფსიქოლოგიას უნდა დავაბრალოთ, ვთქვათ, რომ რაღაცა იზიდავს ერთმანეთს, რაღაცა ამ ესე იგი აი ამ ორ ლიდერ შორის თუ ესე იგი უნდა დავაბრალოთ იმას, რასაც ხშირად ამბობენ პუტინს, რომ ეს კომუნიკაციაში ესეთი ოსტატია, ანუ მისია ეს წარსული, ხო, უშიშროების სამსახური, რომელიც გულისხმობს, რა თქმა უნდა, მათ შორის ამ ეგრეთ წოდებული ვერბოვკის ტექნიკას, ამ ხერხების, ამ მეთოდოლოგიის ფლობას და მართლაც ესე იგი ძალიან ბევრ ლიდერზე ის მართლაც ახდენდა შთაბეჭდილებას, მაგას ბევრი აღნიშნავს, მას ამის შესახებ ბევრი იხსენებს თავის მემუარებში, თუ ამერიკასა და რუსეთს შორის ბევრად უფრო ფუნდამენტური საერთო რამ არის, როგორიც არის ინტერესი, როგორიც არის მომავალი სტრატეგია, მომავალ აი ამ ახალ წესრიგთან დაკავშირებით. მოკლედ, რას დავაბრალოთ ის, რომ პუტინიც და ტრამპიც დღეს დემონსტრატიულად ახდენენ სიმპათიას ერთმანეთის მიმართ. ბატონო კუტე, მოდით, თქვენ გაიწყეთ. ხო, მადლობთ. რამდენიმე მომენტზე გავამახვილებ თქვენ ყურადღებას, თქვენი კითხვით დავიწყებ. მე მგონია ეს საუბარი აჩვენებს იმას, რომ ერთის ეს სახელმწიფოს ლიდერი ელაპარაკება მეტნაკლებად თავის ტოლ, მეორეს ეს სახელმწიფოს ლიდერს. და ტოლი ელაპარაკება ასე ვთქვათ ტოლს. ეს ჩანდა ამ საუბარშიც და მუდმივად გამოჩნდება. სხვანაირად შეუძლებელია ტრამპი რომ დაელაპარაკება სი ძინპინს, იქაც ზუსტად ეგრე იქნება. მე დარწმუნებული ვარ. და სი ძინპინი პუტინს რო ელაპარაკება შესაბამისად და პუტინი სი ძინპინს. ამიტომ აი ეს ერთმანეთის მიმართ ესეთი დამოკიდებულება, ეს არის ორი სახელმწიფოს ლიდერის ერთმანეთთან დამოკიდებულება. ეს ერთი. რაც შეეხება უკრაინის ცეცხლის შეწყვეტას. მე მგონია გავიმეორებ თქვი უკვე ერთ-ერთში, რომ პუტინი შეეცდება, რუსეთი შეეცდება, სანამ ეს ზაფხულის კამპანია იქნება, ომის კიდევ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია აიღოს, როგორც მინიმუმ გავიდეს საზღვრებზე იმ 4 რეგიონის, რომელიც უკვე მიერთა და რომელიც კონსტიტუციაში შეტანა და დაპატიჟა ხელმძღვანელები და იქ უკაცრავად ცამპაცუმპა და ის გამართლა კრემლში. მაგას პუტინი უკან არავითარ შემთხვევაში არ წაიღებს, მე ამაში პრაქტიკულად
დარწმუნებული ვარ, ესეთი რამე არ მომხდარა ისტორიაში და არც მოხდება, რომ რუსეთს ესეთი ის უკან წაეღოს. და არც პუტინი არ წაიღებს, მით უმეტეს ძალიან ხშირად ადარებს თავს აი ძველ რუს ისტორიაში შესულ ასე თქვა მეფეებს და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ აი მას შეეცდება, რომ იქ საზღვრებზე გავიდეს და აი მერე დაიწყება უკვე ალბათ რეალურად რუსეთი ყოველ შემთხვევაში ამასობაში იქნება ისეთი შეხვედრები, როგორც სტამბოლში იყო და ერთმანეთის დაზვერვითი შესწავლა ამ დელეგაციების მხრიდან. არასოდეს მე ვლაპარაკობ კონფლიქტოლოგიის კლასიკას. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში არ ჩადებულა სერიოზული საკითხები, რომელიც შეიძლება ჩაიდოს სამშვიდობო შეთანხმებაში საბოლოოდ, თუ ეს დაიდო მხარეებს შორის. და რამდენი ხნით გაიწელება ეს დრო საბოლოო სამშვიდობოს დადების თუ საერთოდ მოხდება, ეს კიდე კაცმა არ იცის. მე მგონია, რომ ეს არაერთხელ მithkoms ერთი გაყინული კონფლიქტი იქნება კიდე, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იქით არ წავა. ესენი არ აღიარებენ უკრაინელები არავითარ შემთხვევაში დაკარგულ ტერიტორიებს და ეს ნიშნავს ზელენსკის დამთავრებას, ასე ვთქვათ, და მე რა მომავალი რა იქნება კიდე კაცმა არ იცის ეს რომ მოხდება და რუსეთი კიდე უარს არ იტყვის უკვე ვთქვი თავის იმას. ამიტომ ეს ცეცხლის შეწყვეტა იქნება და 3 თუ 4 მუხლია ხოლმე ყოველთვის, მაქსიმუმ 5. ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი არ არის ხოლმე. გავიხსენოთ ჩვენი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ის ავად სახსენებელი, იმიტომ რომ იქ ერთი პუნქტი იყო, რომელზეც რომ დათანხმებულიყო სააკაშვილი და მისი გარემოცვა, მე ვგულისხმობ, რომ აფხაზეთის და იმის საკითხი გადაიჭრება, შემდგომში უნდა გადაიჭრას საერთაშორისო ჩართულობით, ახლა ზუსტად ციტირებას არ ვაკეთებ და ამაზე რომ არ ითქვეს. ეს ფორმალურად მაინც იმას ბარიერი იყო რუსეთისთვის, რომ აღიარების თვალსაზრისით აფხაზეთის რაც მე მოხდა. ამიტომ აქ ესეთ რამეს არ ჩადებენ, მე დარწმუნებული ვარ, რუსები არ ჩადებენ. და უკრაინელებს კიდე იმის ძალა არ აქვთ, რომ იმ ძალას ხო და კიდე ერთი აუცილებლად ყოველთვის ყველა კონფლიქტის დროს და ყველა ესეთი ცხელი კონფლიქტის მის მერე რაც სისხლი დაიღარა და ბევრი ხალხი დაიხოცა, არა მარტო ჯარისკაცების სამში, იმის მერე არასოდეს ისეთი პირობები არიდება ხოლმე იმაში, რომ მოგებული პრაქტიკულად უპირატესობა ვისაც აქვს, იმ ხარემ დათმოს თავის მიღწეული და ვინც პრაქტიკულად წააგო ბრძოლის ველზე, იმან პირობები დააყენოს და იმის პირობები იქნეს აღიარება. ეს რამე არ მომხდარა და არც ეს არ მოხდება, მე ასე მგონი. და ბოლოს შეხვედრა თუ შედგა, ესეც ვთქვი ერთ ეთერში, იძულებული ვარ გავიმეორო, შეხვედრა თუ შედგა პუტინსა და ტრამპ შორის და შედგება ალბათ, როდის არ ვიცი, არ მგონია, რომ იქ ძირითადი საკითხი იყოს უკრაინის ომი. მე მგონია, რომ იქ ძირითადი საკითხი იქნება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები. მე ასე მგონია და ევროპა, ახლო აღმოსავლეთი ჩინეთი. ხო, სხვადასხვა გლობალური საკითხები და საქართველოს ალბათ. და რეგიონი. მოდი ესე ვთქვათ. კი ბატონო. იმიტომ რომ ეს რეგიონი ებმევა ინტერესებს, რომელიც სოფლიოს წამყვან ძალებს და ძალის ცენტრებს ყოველთვის ჰქონდათ ჩვენ რეგიონში. აი ეს შემიძლია ვთქვა ესეთ დასაწყისის. როგორც უშაკოვმა თქვა, რომ მათ ეკნებათ მოლაპარაკებები, ეს მოლაპარაკება მათ შორის, ანუ თითქოს და პრინციპში მე ამ ხო, იმას კიდე გავიხსენებ თქვენ რომ ბრძანეთ შვიდეულის, ეს ძალიან სიმპტომატიური შეხვედრა იყო. ძალიან უკმაყოფილო იყო მართლა იმ შვიდეულის ხალხი, იმიტომ რომ რაც არ უთხრეს რუსეთის საწინააღმდეგოდ, ყველაფერზე უარი უთხრეს ამერიკამ პრაქტიკულად. ანუ კატეგორიასაც ითხოვდა ზელენსკი, მაკრონი და ასე შემდეგ, კატეგორიულად მოსთხოვე ცეცხლის შეწყვეტა 30 დღიანი მაინც და ამაზე არც კი უსაუბრია ამაზე, როგორც ირკვევა ამ ბატონ კოტი დაზუსტება მინდა, როგორც დიპლომატის ამჟამად როგორც დიპლომატისგან, ანუ აინახეთ ლავროვი აკეთებს დღეს განცხადებას.
ტრამპმა დღეს დილით უგუშინ გამოაქვეყნა ტვიტი, სადაც ამბობს, რომ ალბათ შეხვედრა შედგება ვატიკანში და მე მივესალმები იმას, რომ რომის პაპი ჩაერთვება ამ და ასე შემდეგ და უკრაინაც მხარი დაუჭირა ამ წინადადებას, ანუ შემდეგი რაუნდის გამართვის შესახებ ვატიკანში და დღეს არის ლავროვის ბრიფინგი, თუ რაღაც პრესკონფერენცია მოკლედ და შემდეგ კომენტარს აკეთებს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ მოლაპარაკების გამართვას ვატიკანში, ვინაიდან, აი როგორ გითხრათ, ეს ჩემი აზრით არაელეგანტურია. ვინაიდან ორი მართლმადიდებლური ქვეყანა, რატომ უნდა ჩავიდეთ კათოლიკურ და ამ თვალსა და მე რა ვერ გავიდა, მე ამბობს და უპრიანია და ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ესე იგი სტამბულში გაიმართოს ეს მოლაპარაკება, ანუ სუნიტურ თურქეთში მოლაპარაკების გამართვა შეიძლება და ვატიკანში არაელეგანტურია. რას უკავშირებთ ამ განცხადებას? თქვენ ხო დარწმუნებული ხართ, რომ ეს ლავროვის პირადი აზრი არ არის, არა? და ისეთი რამე თქვა, რაც შეთანხმებული არ იყო, ან პირიქით რაც დავალებული არის. შეფუთვას გულისხმობ ცოტა რაც დავალებული არ იყო მისი პატრონისგან, ასე ვთქვათ, ბრწყალებში და პრაქტიკული პატრონის. აშკარაა, რომ ეს პუტინის მიდგომას რამდენჯერ ამ თავის გამოსვლებში, რამხელა ყურადღებას და ეს, რა ქვია, ჯერ დუგინის გავლენა და იმის, რა ქვია, რუსო ფილების ამ იმაზე, რა ქვია, პუტინზე და მე პუტინის საუბრები მართლმადიდებლები როგორ ერთად უნდა ვიყოთ და აქეთ და იქით. და ამერიკის მხრიდან აჩვენებს უბრალოდ იმას, რომ ჩვენ სურვილი გვაქვს მშვიდობის დამყარების რაც შეიძლება სწრაფად და ამიტომ ვიყენებთ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მშვიდობა დამყარდეს. მე ამას გეუბნებოდით ტრამპის იმას, რომ დაუბრუნდეთ წინა საარჩევნო და მე იმას, რომ მე მშვიდობის პრეზიდენტი ვიქნები და არა ომის, ამიტომ აბატონო ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, ვატიკანიც კი ჩავრთე. და ძალიან ბევრი ლაპარაკობს, რომ აუფ ამერიკელი პაპი აერჩიეს და ეხლა ალბათ იმის ჭკუაზე ივლის, რაც აბსოლუტურად არა ის არის ჩემი აზრით. და აი იმათაც ალაპარაკო, აი ვატიკანი წამოწიეს წინ, მაგრამ ამან ცივწყალ გადაასხა ლავროვის ამ განცხადებამ ესეთ ცოტა მეამეტურ შეხედულებებს და ეს მანდამაც დიპლომატიურია თქვენს განცხადებები ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ ლავროვისგან ხო დიპლომატიასგან ცოტა შორს არის. დიპლომატიურად ცოტა სხვანაირად შეიძლება და რა თქმა უნდა, შეფუთვა არ არის, ანუ ხო არის ლოგიკა. პირდაპირ პუტინურად თქვა, ასე ვთქვათ. ისიც თქვა, რომ უკრაინაში არის ძალიან ეს უნიატური ეკლესია, ძალიან ძლიერი და ნუ მოკლედ მიანიშნა, რომ ეს არ არის მეგობრული მხარე, ანუ ვატიკანს გულისხმობ და ის არ თქვა კიდე უკრაინაში ვინიკრიბებიან ხოლმე წელიწადში ერთხელ და რა ადგილას და რა იმას აწყობენ ზეიმებს იქ. ლვოვში? არა, ლვოვში არა. ეკლესიებში და კიდე ებრაელების შეკრებები. აქ ერთი მომენტიც არის, ესე იგი ჩვენ ვიცით, რომ ინტრონიზაციის დღეს, თუ მეორე დღეს პაპმა მიიღო ზელენსკი. და ეს იყო, ესე იგი, თუ კი გავახსენებთ ჩვენ წინა პაპს ფრანცისკეს, ის ყოველთვის აბალანსებდა, ცდილობდა დაებალანსებინა, ანუ ყოველთვის ამბობდა, მე კი ჩავალ კიევში, მაგრამ მას შემდეგ ჩემი შემდეგი ესე იგი ქალაქი, სადაც ვიზის მოხდენ, იქნებოდა მოსკოვი. ნუ სულ ცდილობდა დაბალანსებას. აქ ესე იგი შეიძლება რუსეთმა მიიღო როგორც დემარში გარკვეულწილად, როდესაც მიიღო საკმაოდ თბილად ზელენსკი თავის მეუღლესთან ერთად იგაცვალეს რაღაც ერთმანეთში საჩუქრები და არაერთი მნიშვნელოვანი განცხადებაც აქ გაკეთებული. უკრაინის პრინციპში ბევრმა კომენტატორმა ჩათვალა, რომ აქ ერთმნიშვნელოდ უკრაინის მხარე დაიკავა. და ამ თვალსაზრისით არის, მე მგონი, აი ესეც არის ლავროვის განცხადებაში. ოთო ესე იგი, აი ბატონი კოტე ამბობს და ვაშებარ დაითანხმოს, აი პუტინი უბრალოდ დიდი პრობლემები ხარ, იმდენად მყარად არის, მაგრამ მაინც ითვალისწინებს ამ საზოგადოებრივ აზრს, მაინც იძულებულია მათ შორის აი ეს ეგრეთ წოდებული პატრიოტული სეგმენტის აზრის გათვალისწინება და ნუ შეუძლებელია ხლა სანამ არ განთავისუფლებს როგორც ის თვითონ სანამ სრულ ოკუპაციას არ მოახდენს ამ ტერიტორიების, რაიმე სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ
გუშინ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც რუსეთმა უნდა შექმნას ბუფერული ზონები. ბუფერულ ზონებში იგულისხმება, პირველი რაც მოგდის თავში, ეს არის სუმი, ეს ოლქი და ხარკოვი ალბათ. შენი აზრით, ამის გათვალისწინებითაც და ის რომ ტრამპი არ ეწინააღმდეგება სანქციების დაწესებას. ეს რომ ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა მასა და პუტინს შორის და ყოველთვის ტრადიციულად მეტნაკლებად ესეთი მეგობრული ურთიერთობა გააჩნდათ ამათ. შენი აზრით და ის რომ პაპი ჩართეს ეხა სურვილი გამოთქვეს ახლა. ჯერ კიდევ 10 დღის წინ რუბიო ეწინააღმდეგებოდა ვატიკანის ჩართულობას ამ კონფლიქტის მოგვარებაში. მე მახსოვს ეს განცხადება, საკმაოდ კატეგორიული განცხადება იყო. ანუ ის რომ გადაბარებას ცდილობს, რომ აი ვატიკანი ჩაერთოს. მე გავიწევი და ვატიკანი ჩაერთოს, კი ბატონო. ხომ არ ფიქრობ, რომ ტრამპის პრინციპში შეეგუა იმას, რომ პუტინს შეიძლება დასჭირდეს გარკვეული პერიოდი, როდესაც ის კონსტიტუციაში შემავალ ტერიტორიებს სრულად დაიკავებს და აი ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები რუსეთთან. ზუსტად ჩვენ მე მახსოვს ამ წლის პირველი გადაცემაში მე და ბატონი კოტე და შენ ამაზე ვსაუბრობდით თუ რა სცენარით შეიძლება განვითარებულიყო უკრაინა-რუსეთის ეს ომის მოლაპარაკებები ტრამპის პრეზიდენტობის ფონზე და მე ერთ გადაცემაში კიდე გავიხსენეთ ეს და ჩვენ დასასახელოთ უნდა ვთქვათ რომ აბსოლუტურად იმ სცენარით მიმდინარეობს რაც ჩვენ აქ ერთად ვიწინასწარმეტყველეთ. კერძოდ ის რომ იქნება გაჯანჯლდება მოლაპარაკებები, იქნება ერთმანეთისადმი რევერანსები, იქნება ესეთი შეხვედრები, ნახევარ შეხვედრები თუ ასეთი მოთელვითი შეხვედრები, როგორც სტამბოლში იყო, ნახევარ შეხვედრას ვამბობ, იმიტომ რომ ესეთი მყარი შედეგის მომტანი არ არის, თუმცა ანუ ესეთი დიპლომატიური ხაზების გახსნა, როგორც ასეთი იქნება, შემდეგ იქნება ეს მინდა მოგვარება და ვერ ვაგვარებ ჩავრთოთ რომის პაპი, ეს ჩვენი ომი არ არის და ანუ ერთი სიტყვით მე მგონია მაინც ისე რომ ეს 4 ტერიტორიის აღების ბამდე ამერიკა რაღაცნაირად ცდილობს დისტანცირდეს აი ამ მოლაპარაკებებისგან, თუმცა ცხადია ეს დიპლომატიურად შეფუთულია იმით, რომ აი ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ არ გამოდის. მე იტყვიან რომ ეს ჩვენი ომი არ არის. თუმცა იმის მიუხედავად თითქოს სამართალმემკვიდრეობა არ უნდა ჰქონდეს ერთ ადმინისტრაციას მეორესგან. თუმცა ესეც ვთქვით, რომ ამერიკული სისტემის მოქნილობა და ცინიზმი ამავდროულად არის ის, რომ ერთი ადმინისტრაცია გააკეთებს ერთს, მეორე მოტრიალდება და წინა ადმინისტრაციის დემოკრატიული თუ კვაზიდემოკრატიული კრიტიკის ნიადაგზე იტყვის, რომ ეს იმის ბრალია. ეს ბაიდენის შეცდომაა და შენც და არა ამერიკის როგორც მთლიანობის ეს რაღაც ნაწილის პირველადობით უყურებენ. ხო, დემოკრატიასაც ხო უნდა გქონდეს რაღაც უპირატესობა, ავტორიტარულ მართლობასთან და ეს იმას უნდა და მე სხვანაირად ვფიქრობ და ეს ამ ნაწილების ამ ასე ვთქვათ დემოკრატიულ თუ ასე რაღაც თავისებურ ჭიდილში ახლა ამერიკა უყურებს რა ვიცი ახლა ჩვენ გვინდა მოგვარება პუტინთან და ეს რაც ჩვენ თავიდან ვახსენეთ რომ მათი ეს საუბარი ამას მეტყოლებს და ეს საუბარიც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ რაღაც აზრით რუსეთი ყოველთვის ცდილობდა, ან ყოველ შემთხვევაში პოსტსაბჭოთა რუსეთი და მანამდეც აი ამერიკის აღიარების მოპოვება რაღაც ცივილური უფროსი ძმა, რომელიც რაღაცნაირად ამას გაღიარებს. ოღონდ ეს თან არის რაღაცა, რომელიც უფრო დახვეწილია, განვითარებული, იმიტომ რომ პუტინი ამას წინა თავის ერთ-ერთ შეხვედრაში ამბობს, არ მახსოვს რაზე, რამდენიმე დღის წინ იყო, რომ აი ამერიკელებს აქვთ ეს პრაქტიკა და ჩვენც ესე უნდა მოვიქცეთ იქ თავის, თქვათ, იქ მაღალ ჩინოსნებთან საუბრობს. ხო, დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას, ხო, ეს საბჭოთა დევიზი და ასე შემდეგ, ანუ ერთი სიტყვით ომი უკრაინაში არის იმისი ცდელობა რუსეთის მხრიდან, რომ აი ამერიკა თუ აკეთებს, მე რითო არ ნაკლები, ხო, ხა იგივე კოსოვოს აღიარება, აქეთ მოყვა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება, ხო? ანუ რასაც ის აკეთებს, მეც იმ კალიბრის ვარ და მეც რომ იმ კალიბრის ვარ, ანუ
თავიდან რა ანუ პოსტსაბჭოთა პერიოდის თავიდან ესე არ იყო ის ვიქტორი გვახსოვს ხო რომ თქვა იგივე თქვა ამერიკის დაზვერვას ძალიან ესე ფართოდ ქონდა ფესვები გადმული რუსეთში თვით შენობაშიც კი ხო რუსული კონკრეტულ დაწესებულებების და სართული ეკავა ხო და ანუ ამის შემდეგ მოხდა ის რომ ანუ რუსეთი აი სუვერენიტეტის გზას დაადგა და ეხლა ცდილობს რომ აი ეს დათბობაც ერთგვარად არის ანუ ერთის მხრივ გასაგებია რომ ხა დიდი პრაგმატიზმია და დიდი ცივილიზაციური ლოგიკები მუშაობს მაგრამ ეს ადამიანური მომენტები მთლად არ უნდა გამოვრიცხო დიდი პოლიტიკიდან და აქედან გამომდინარეც არის რომ თქვა პუტინსა და ტრამპს შორის ერთგვარი ბრომანსი რაც შენახსენე ამითაც არ გამოწეული ანუ უკვე რაღაცნაირად როცა თანაბრად ელაპარაკება და თქვა იქ რუბიო აღარ ეძახის ომის დამნაშავეს და იქ ილონ მასკის მამა დითირ ამბებს უძღვნის და ეს ტრამპი უკვე რაღაც არა ფანატიკურ ნეოლიბერალურ მესიჯებს აჟღერებს რომ პუტინი უნდა დავამხო და გადავაგდო ამიტომ ამბობს რომ იმას თავის ინტერესი აქვს და ნატოს გაფართოება ბაიდენის შეცდომა იყო და ნუ გასაგებია და ასე შემდეგ ანუ ეს ყველაფერი პუტინს ცხადია კეთილ განაწყობს თუმცა ცხადია მას ხა დიდი პოლიტიკური ცვლიერება ახასიათებს და ამ კეთილ განწყობას რაღაცნაირად ცდილობს რომ თავ ბენეფიტები მოიპოვოს რუსეთის სასარგებლოდ ჩვენ არც ის უნდა დაგვავიწყდეს რაც ომის გარიჟრაზე კანადელმა ფილოსოფოსმა ჯორდან პიტერსონმა შეგვახსენა რომ ეს არის შიდა ცივილიზაციური დაპირისპირება ანუ ამერიკა და რუსეთიც არის ერთი ცივილიზაციის ორი სახე, ორი ჰიპოსტაზი შეიძლება ვთქვა ხშირად დაპირისპირებული, თუმცა ხშირად საერთო ბანაკში მყოფი იგივე მეორე მსოფლიო ომი გავიხსენოთ და კიდე პირველი მსოფლიო ომიც გავიხსენოთ და ან დიდი ომები ხშირად აქვთ ერთად დაომარი და გადამწყვეტ მომენტი როგორც წესი ისინი არიან. ტრამპაც როგორც მახსოვს რაღაც ეს მეორე მსოფლიო ომის ბანერიც გამოაქვეყნა ხო, სადაც ეს ამერიკელი და რუსი ხო ელბაზე რო შეხვდნენ ხო, ანუ ესეთი ტიპის სენტიმენტები არსებობს და ანუ ყოველთვის ანუ ეს დიდი ცივილიზაციური ლოგიკების დაპირისპირებაში ყოველთვის არსებობს მოგვარების მექანიზმი და ეხლა ყველა ომი რაოდენ ხა იქ ველზე სისასტიკე არ უნდა ხდებოდეს რაღაც კანონებში და საზღვრებში მოქმედებს ეხლა რაოდენ ცინიკურიც არ უნდა იყოს ეს მასთვის ვისაც ეხლა ბომბები ეცემა ხო მაგალითად იმით რომ აი რაც პუტინმა თქვა რომ მაგალითად ყიდულობს ამერიკა ატომურ საწვავს ხო მაგალითად იმით რომ მთელი რიგი ესე იგი რუსული პროდუქცია კვლავ გადის ევროპაში და ასე შემდეგ ანუ კი ომიომად, მაგრამ საქმეთ. რაღაც ესეთი ცინიკური მიდგომა განსაკუთრებით დღეს, როცა ატომური იარაღი არის ჩამკეტი, უფრო მეტად ჩანს, ხო? რაღაც სანქციებს უწესებენ, ხა კიდე მე-17 რაუნდი უკვე თავისაცინად ხო ეს თავის საცინად აგდება ჩემი აზრით ევროპის მხრიდან, იმიტომ რომ როცა ევროპაზე ჩვენ ვისაუბრებთ. ხო, როცა ამდენმა ვერაფერი დააკლო, ეხლა ეს კონტრპროდუქტიულია რეპუტაციულად ევროპისთვის, მაგრამ ნუ ეგ სხვა რამეა. ანუ ერთი სიტყვით ხედავთ აი ამ დიდი შიდა ცივილიზაციური ლოგიკების დათბობის ფაზას, მით უმეტეს იმიტომ რომ თქვათ იქ ბრიქსში არის რაღაცა ტიპის დაპირისპირებები, იმიტომ რომ თქვათ პაკისტანი, რომელიც ასე ვთქვათ არის ჩინური იარაღით შეიარაღებული იბრძვის ასე ვთქვათ ინდოეთთან და ამ დროს ინდოეთი და ჩინეთი არიან რაღაცნაირად ერთ სივრცეში ამ ბრიქსის დამფუძნებლები და ამ დროს ერთი დამფუძნებელი მეორის მეტოქეს და უმშიმყოფს იარაღს აწვის ხო ეს არის ასე ვთქვათ ის ხაზები რომელსაც ანგლოსაქსონური ცვლიერება აუცილებლად ეცდება თავისი ბენეფიტების მიღებას. აქ საინტერესო მომენტი რა არის კიდე, ესე იგი როგორც ცდილობს ფსიქოლოგიურადაც რაღაცა ემოციური კავშირი დაამყაროს ტრამპთან. ანუ გვახსოვს ხო, როდესაც ტრამპმა მოულოდნელად ბევრისთვის გააკეთა განცხადება, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ერთადერთი ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, რო არა ჩვენ დღეს მსოფლიო ანდიაპონურად გერმანულად ამეწყელდებოდა და რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი ძირითადი და ასე შემდეგ და როგორც ჩანს ამ 2 საათიან საუბარში იყო აი ეს ისტორიული ექსკურსიც ნუ ელბაზე შეხვედრა გასაგებია მაგრამ ტრამპი ამბობს თვითონ ჩემთვის გამაუგნებელი იყო როდესაც გავიგე ესე იგი ინფორმაცია საბჭოთა კავშირის მსხვერპლის შესახებ
და იცით რა უნდა გითხრათ და ეს ვლადიმერს უთხარი რომ ბევრს ამერიკაში არ ჯერა ანუ მე ვერ გავიგე რა რისი არ ჯერა რომ ამერიკელებს უფრო დიდი მსხვერპლი აქვს ეს არის აბსოლუტურად ანუ პუტინმა ჩათვალა საჭიროდ რომ ეს ინფორმაციას როცა ლაპარაკობ იმაზე რომ შენ ხარ გამარჯვებული ჩვენ 28 მილიონი ადამიანი დავკარგეთ ნუ მოკლედ იქ ძალიან არ ვიცი როდის იქნება ხელმისაწვდომი ეს ტრანსკრიპტი ამ მოლაპარაკების მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება რა მგონია როდესმე იყოს 15-20 წელი დაველოდოთ კარგით ბატონებო მოდით ახლა მესამე მხარე თუ არც ვიცი რომელი მხარეა უკვე ევროპას რაც შეეხება მესამე მხარეში ევროპას გულისხმობთ კაცო ნუ მეოთხე მხარე ეგ მაკრონმა არ გაიგოს ტრამპი დღეს ნახეთ რა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ეხება ევროპას ეს სიახლეებს ასაც გავაცნოთ ჩვენს მსმენელს ტრამპი დღეს აქვეყნებს გაბრაზებული როგორც ჩანს არ ვიცი რა მოხდა ალბათ რაღაც შეფერხება არის რაღაც ამ მოლაპარაკებებზე ევროკავშირთან აქვეყნებს შემდეგ პოსტს და თუ გვაქვს ეს სკრინი გთხოვთ გამოიზვანახოთ მაყურებელს მოკლედ მოლაპარაკებები ევროკავშირთან არაფერს მივყავართ ამ მოლაპარაკებებს ამიტომ მე გირჩევთ შემოვიტანოთ პირდაპირ გადასახადი 50%-ის ოდენობით ევროკავშირიდან შემოტანილ საქონელზე 2025 წლის 1 ივნისიდან ევროპელებმა გააბრაზეს ჩვენი ტრამპი და ეხლა მინდა შემოგთავაზოთ ეს რაც შეეხება ამერიკელების დამოკიდებულებას ევროპელებთან ევროპელების მიმართ ხო ეხლა მინდა აი ეს შემდეგი ვიდეო სადაც ერთ-ერთი გერმანელი ევროპარლამენტარი მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრს კაია კალას გენიალური ვიდეო აი რა რესურსის ანუ human resource ანუ რა ადამიანური რესურსი გააჩნია ევროკავშირს გაუშვით ეს ვიდეო ჩემი ზაზუნა უფრო ჭკვიანია მოკლედ გამოვიდა პატიცემული სამწუხაროდ არ ვიცით რა ქვია ევროპარლამენტს და ესე იგი შემდეგ რაღაცებს ეუბნება ხა გერმანულად თუმცა ვინც ხედავს იქ მე მგონი რუსული ტიტრებია ქალბატონ კალას რა საფუძველზე უნდა განვიხილო კუბასთან დაკავშირებული საკითხები თქვენთან ახლა ხან გავეცანი თქვენს ავტობიოგრაფიას 432 გვერდი არაფრის შესახებ ესტონეთში წიგს 80%-იანი ფასდაკლებით ყიდით და იმასაც ვერ ყიდით 3 და 99 რაღაცა პროცენტი იღის, ხო? მე ამას ეუბნება. შემდეგ აგზელებს. თქვენ არ გაქვთ წარმოდგენა კუბაზე, არც მიმდინარე მოვლენებზე ევროპაში და არც სოფლიო პროცესებზე არ გაქვთ წარმოდგენა. დიპლომატიასა და საგარეო პოლიტიკაზე იმდენი იცით, რამდენიც ტვინის ქირურგიაზე. უფრო შინაარსიანი საუბარი ჯუჯა გალაქტიკებში შავი ხვრელების არსებობის თემაზე მექნებოდა ჩემს სახლში მყოფ ზაზუნასთან. ანუ ზაზუნასთან კი არ შეაგარა, ზაზუნა ბევრად უფრო ევოლუციის იმაზე უფრო მაღალ საფეხურზეა. და მესამე დღეს გამოქვეყნდა ბრიტანულ გამომცემლობაში უკაცრავად, ეხლა უნდა მოძებნო ეს მოკლედ გერმანულ გამომცემლობაში დღეს გამოქვეყნა ინფორმაცია ევროპელების ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და წერია რომ ევროკავშირი ეკონომიკურად ღრმა სტაგნაციაშია რაც სიკვდილის წინა მდგომარეობას შეიძლება შევადაროთ 2000 წლიდან ევროპული ინდუსტრიის წილი მსოფლიო ბაზარზე 22%-დან 14%-მდე შემცირდა. ენერგორესურსების ფასები ევროკავშირში 4-ჯერ მეტია ვიდრე აზიაში და 5-ჯერ მეტი ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2025 წელს თლიანი შიდა პროდუქტი ზრდა 1%-საც კი არ გადააჭარბებს. 2015 წლიდან 3 მილიონი ფერმა დაიხურა ევროკავშირში. ევროკავშირი სუსტი და არაეფექტურია და მას სერიოზულად არ უნდა ვიღებდეთ. ვინც ფიქრობს, რომ ევროკავშირი აღმასვლაზეა, სიზმრების ქვეყანაში ცხოვრობს. აღკვნის ბრიტანული გამოცემა. ამიტომ მე მინდა ეხლა შევეხოთ ევროპელებს. სინამდვილეში დღეს ევროპა თქვენი აზრით
იმდენად ცუდად აქვს საქმე, რომ ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ზოგადად მსოფლიო გადანაწილების პროცესზე და კერძოდ აი ამ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს გულისხმობ, ვინაიდან მე კიდე ალისა ვაიდელის გამოსვლა მაქვს ნანახი ბუნდესტაგში, სადაც აი ბევრად უფრო უარესი დამოკიდებულება გამოამჟღავნა მერცის მისამართით, ვიდრე აი ამ დეპუტატმა, ესე იგი კალასის მიმართ, გაანადგურა პრაქტიკულად, აიმსახურა რაღაც ის ოვაციები, აპლოდისმენტები და ზუსტად ეს იყო, რომ შეხარ იმდენად სუსტი, წარმოუდგენლად სუსტი, ყველაზე სუსტი კანცლერი. ეს ის რომ ესე იგი მეორედ მოგიწია, მეორე ჯერზე აგირჩიეს დანიშნეს, ესეც ამ შავლაკად დარჩება შესაძლოა, მოკლედ სრული ბულინგი იყო. სრული მისი კრიტიკა აი ამ პოლიტიკის, საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის განსაკუთრებით. მოკლედ თქვენც ასე პესიმისტურად აფასებთ ევროკავშირის პოტენციალს და ფიქრობთ თუ არა რომ სრული იგნორირება მოხდება ევროკავშირის ინტერესების და ესეც საინტერესოა ევროკავშირის რა ინტერესები აქვს, საერთოდ რა უნდათ? ბატონო გუნდა. რა ვიცი, იცით მე ევროპის როლზე გლობალურ როლზე საუბრობთ და არა შიგნით ევროპულზე. როგორც გლობალური მოთამაშე. ჩემი აზრით ჩამომიყალიბდა, შეიძლება იმიტომ რომ რაღაც ძალიან დიდ პატივს ემამ ადამიანს, როგორც ჰენრი კისინჯერია, აი მის დიპლომატია რომ წავიკითხე ბოლო თავში რაც უწერია, რომ მეოთხე პოლუსის როლი რო ითამაშოს, სხვა შორის აბრალებენ მაგაც რომ უნიპოლარულ მსოფლიოზე ლაპარაკობ და ამერიკულზე და არ არის ეგრე ბოლო თავში უწერია რომ ჩინეთი, რუსეთი და ამერიკა იქნებიან მომავალი პოლუსებიო და ევროპას შეუძლია ითამაშოს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მეოთხე პოლუსის როლი თუ შეთანხმებიან ერთმანეთში ძირითად საკითხებზე მაინც. ვისთან? რაში? ერთმანეთში შეთანხმდნენ, ჯერო ეს ევროპის ქვეყნებიო. საერთო პოზიცია წარმოადგენენ და მე შეიძლება რომ რაღაც მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე საერთო პოზიციას მაგრამ შიგნით იმის მერე განსაკუთრებით ენერგეტიკიდან დაწყებული, ეკონომიკური საკითხებიდან დაწყებული, დამთავრებული ეხლა გახდა ხო ვითომ ესეთი მნიშვნელოვანი ეს მიგრაციის საკითხები და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და სოციალური ამასთან დაკავშირებით და ეს კარგია თუ არა და ცუდია თუ არა ქვეყნისთვის და იქ პოლიტიკა მე რომელსაც ქალბატონი მერკელი ატარებდა და ასე შემდეგ სარკოზი რა პოლიტიკასაც ატარებდა სად იყო ეს რამე საკითხში ევროპული ერთიანობა მე ევროპული ერთიანობა იმის მერე არ დამინახია მნიშვნელოვან საკითხებში, წამყვან საკითხებში და ეხლა ისეთ საკითხებში რომ ერთმანეთში რომ ნატოსთან ურთიერთობის საკითხებში მაგალითად პირველ რიგში გადასახადები რომ ამერიკა რამდენი ხანი კი ეხლა ძალიან ასე ვთქვათ მეტი ზეწოლაა ტრამპისგან რომ გინდა თუ არა მეტი გადაიხადეთ თორე ესე რამდენი ხანი ჩვენ ვერ იმას ვიზამთ რა ქვია ვერ გარჩენთ ასე ვთქვათ ვერ დაგიცავთ ჩვენი ფულით ეს პრობლემები ხო ყოველთვის იყო პრაქტიკულად უბრალოდ ეხლა ძალიან გამწვავდა ეს პრობლემები ხო იმიტომ რომ ვერ ითამაშა ვერ ჩამოყალიბდა ეს ევროპა ვერ შეიკრა ერთი ევროკავშირი როგორც ესეთი ხო დარჩა ისევ ну ცოტა შეიძლება უფრო წინ წავიდა ვიდრე ქვანახშირის და ფოლადის გაერთიანება კავშირი რო შეიქმნა მაშინ იმის მერე ძირითად საკითხებზე ევროპელებში მე კი არა ვერავინ ვერ ხედავს ამ ერთიანობას შიგნით ევროპის შიგნითაც აი ახლა დაიწყო ცდები თითქოს ამ ფრანკო-გერმანული ემის ხო და ამ დროს მერცზე ბრძანეთ თქვენ ჩემთვის მერცის საერთაშორისო საკითხებში გაურკვევლობის პირველი ნიშანი იყო რო განაცხადა ამ სტამბოლის შეხვედრის მერე რომ აი თუ რუსეთი კიდე ეგრე გააგრძელებს და ისაო გავაძლილებთ ზეწოლას კიდე მეტ იმებს შემოვიღებთო პაკეტებსო და მაგას ვაჩვენებთ წერს
ეხლა ადამიანი რა ეკეთრამე სიტყვი ესეთი შეხვედრის მერე და პირველი წარუმატებელი, ანუ პირველი რეაქცია მისი საგარეო იყო წარუმატებელი. თელი მსოფლიოს გასაგონად აუცილებლად მაგას ვამბობ ზუსტად. ამიტომ ვერ არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია გლობალურ პოლიტიკაში ისეთი როლი ითამაშოს, როგორც აი ეს სახელმწიფოები თამაშობენ და მომავალში მე პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ ეს ერთიანობა ევროპის გაძლიერდეს და რაღაცა იპოვონ ისეთი გზები ეკონომიკას რა თქმა უნდა მან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ქვეყანაში შიგნით გარკვეული ზომების მიღებით, რეფორმებით, ეხლა გამახსენდა როგორ დააზიანა რუსეთზე დამოკიდებულებამ, ენერგეტიკულმა დამოკიდებულებამ ამდენი წელს განმავლობაში ესეთ დონეზე. როგორ დააზიანა მთელი ევროპა. მაშინ უნდა მიმხედრელიყვნენ, როცა მაგას აკეთებდნენ, რომ 70%-ზე მეტ თავის ენერგოემის, რა ქვია, რუსეთზე დამოკიდებულს ხდიდნენ. აი ბატონო ესე იგი ფაქტეიდერი ეს არის ეს ინგლისური გამოცემა რომელსაც ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა ანუ იმ პირობებში როდესაც ანუ ელექტროენერგიის მოხმარება აზიაში 4-ჯერ უფრო იაფია და შტატებში 5-ჯერ უფრო იაფია ხო აი აქაც რა ეკონომიკურ კონკურენციაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც თვითონ ევროპა ვერ ჩერდება. მე-17 ხომ მიიღეს, ეხლა მე-18 და აი ეს არის ის რომ ელექტროენერგია იმდენად ძვირია, არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ რუსეთთან გაწყვიტეს ყველანაირი ენერგეტიკული თანამშრომლობა. და თქვენ საწვავი ახსენეთ, მე გავიხსენე 3 დღის უკან 22 წელთან შედარებით ყველაზე დაბალ ფასად დაეცა ამერიკაში ბენზინის ფასი. გალონი დაეცა $3-დან 8 ცენტამდე. $3.08 გალონი ბენზინი. პრაქტიკულად $1 გამოვიდა ეს 6-7 და აქ იმატებს ევროპაში ბენზინის ფასი. ხო და იმუქრებიან რომ თუ ტრამპი ტარიფებს შემოიღებს ჩვენ პასუხს გავცემთ რით იცემენ ამ პასუხს მე არ მესმის ახლა მე მაინდამაინც ღრმად ესეთი სპეციალისტი არ ვარ ეკონომიკის მაგრამ მე მგონი საკმარისი სამაკ გაგება ეკონომიკით რომ მაგას მივხვდე რომ ამ ბაქიბუქს არანაირი საფუძველი არ აქვს რაღაც საფუძველი ხო უნდა კონდეს რომ ბაქიბუქ არა იმიტომ რომ აი ტრამპმა რაც გააკეთა ახლა მაგალითად ამ ტარიფებზე ხო კიდევ განმეორდების თქვი ერთ ადგილას მე ცალ-ცალკე აიღო და დაიწყო მოლაპარაკება ამ ძლიერ იმასთან რა ქვია პარტნიორებთან ცალკე ჩინეთს მოელაპარაკა ცალკე მექსიკას მოელაპარაკა ცალკე კანადას მოელაპარაკა მე ბრიტანეთს მოელაპარაკა სტარს და ეს მოელაპარაკების უყველასო ამბობს ინდოეთის ლიდერი სუპირველი ჩავიდა ერთ-ერთი ტრამპთან და სამხრეთის გზაზე და იმაზე დაიწყეს ლაპარაკი და იქიდან ძალიან კმაყოფილი ჩამოვიდა ცოტა გააფუჭა ეს ფასადი ასე ვთქვათ ან პაკისტან-ინდოეთის ამატეხილმა დაპირისპირება, მაგრამ არ ამგონია ის იქ გამართული საუბრები და ეს ურთიერთობები რაზეც შეთანხმდნენ, ის არ შესრულდეს. ასე რომ ამერიკის ქმედებებიდანაც, ჩინეთის ქმედებებიდანაც და თქვენ წარმოიდგინეთ სამწუხაროდ ზოგიერთისთვის, შეიძლება მთელი მსოფლიოს გლობალური პოლიტიკა, რუსეთის ქმედებებშიც კი რაღაც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ლოგიკას ხედავ. და ამ ევროპელების ქმედებიდან ვერ ხედავ ამ ლოგიკას რა ვქნათ მე პირადად და შეიძლება მე ვერ ხედავ და აგეროთ ხედავს და ბრძანოს აი პატრიჩემულო ოთო ესე იგი რამდენად ის რომ აუთსაიდერის როლს ანიჭებს ტრამპის და პუტინის პუტინი საერთოდ ამბობს რომ ამათან საუბარს აზრი არ აქვს იმიტომ რომ არაფრის გადაწყვეტა ამას არ შეუძლიათ ისინი მტრულად განწყობილი რაღაცა ის სუბიექტია გეოპოლიტიკური და ბევრ ანალიტიკოს სხვადასხვა პუბლიკაციებში რასაც ვკითხულობ ნუ ამბობენ რომ მომავალ სოფლიოში ევროპა ინდუსტრიული ტექნოლოგიური ცენტრიდან გადაიქცევა ნახევრად პერიფერიად რაღაცა აი მოკლედ არა იმ ცენტრად რომელიც დომინირებდა 500-600 წლის განმავლობაში ხო არამედ აი როგორც ბატონი კოტი აღნიშნავს რაღაც მეოთხე არა პირველი მეორე და მესამე არამედ მეოთხე სუბიექტი შენი აზრით რა საფუძველი აქვს ამას და რა უნდათ ევროპელებს აი ვერ გავიგეთ ანუ ვერ გავიგეთ
ბატონი კოდი ხო ამბობს რომ ამერიკელების სტრატეგიის გესმის, რუსების გესმის, ჩინეთს თუ იცი რაც უნდა და იმასაც ხედავს რომ თუ როგორც ცდილობს იმის მოპოვება უპირატესობის ხო აქ ვერაფერს ვერ ხედავთ. შენ თუ ხედავ რა? ნუ მე რასაც ხედავ არის ის რომ მათ უნდათ ესე კოლექტიურ დასავლეთს, თუმცა ვუჩიჩმა თქვა რომ ესეთი აღარ არსებობსო სერბეთის ასე ვთქვათ პრეზიდენტმა ანუ ევროპის მთავარი მოტივატორი არის რაღაცნაირად ალბათ მაინც ეს მომაკვდავი კულტურის ნიშანი სამწუხაროდ რომ რაც არის ეს ჭარმოხმარება, კონსუმერიზმი, სამოხმარებლო საზოგადოების ეთიკა და აი რაღაც ცხოვრებისეული პასიონარიზმის რაღაც შინაგანი ენერგეტიკის დაკარგვა. ამის პირველი ნიშნები არის მიგრაციული ტალღები და პრინციპში ისინი მაინც აგრძელებენ აი იმ ძველი, ვთქვათ, პრობაიდენული რიტორიკის და სანქციების ხაზს. ანუ ისინი მოქმედებენ ძველი ლოგიკით, ამ ასე ვთქვათ, იმ ულტრაგლობალისტებს, რომლების ბასტიონი ახლა არის ევროკავშირი, აქვთ ცხადია ის ლოგიკა, რომ კი, ვთქვათ, ამ უფრო სუვერენისტ და უფრო ტრადიციული გაგებით ლიბერალ ტრამპთან დავმარცხდით, მაგრამ რა იცი რა მოხდება 4 წელიწადში და ეხლა გავმაგრეთ ევროპაში და მივაწვეთ ასე ვთქვათ პირველ ჩვენებას. თუმცა ეს პირველი ჩვენება უკვე ყავლი გადის გამომდინარე ამ პუტინის და ტრამპის ბრომანსიდან. ყავლი გაზდის ასევე იქიდან რომ შიდა წინააღმდეგობები დიდია და საუბარია უკვე იმაზე რომ უნგრეთს ასე ვთქვათ ზედმეტი ურჩობისთვის და ზედმეტი სუვერენიტეტისთვის ჩააკმენდინონ ხმა და ჩამოართვან ასე ვთქვათ ხმის უფლება. ეს კალასის ინიციატივა. ხო, კალასის ინიციატივა, რაც პრინციპში ახლა ევროკავშირის აი ამ რაღაცა თუმ მრავალხმიანობის ხიბლია, რომ ვთქვათ ერთ ქვეყანა შეუძლია დაბლოკოს რაღაც საერთო გადაწყვეტილება. თავის თავშივე არის მათი ვერ გაერთიანების წინაპირობა, იმიტომ რომ ვთქვათ რუსეთთან ახლოს გეოგრაფიულად ახლოს ყოფ ქვეყნებს საერთოდ არ აწყობთ ის პოლიტიკა, რასაც ვთქვათ ევროკავშირი როგორც მთლიანობა ატარებს, ხო, იგივე ეს სანქციები, ინდივიდუალური სანქციები, გვახსოვს ხო ორბანი, იგივე სლოვაკეთის პოზიციონირება და ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ ჩანს რომ ევროკავშირის როგორც მთლიანობის ლოგიკა არის ხშირ შემთხვევაში ამერიკის ლოგიკას დაქვემდებარებული და მე უკვე ვთქვათ აი ცენტრის ქვეყნების საფრანგეთის და გერმანიის და ანუ დიდი ბრიტანეთის რომელიც მიუხედავად ევროკავშირში გასვლიდან თავის ვთქვათ იმპერიული გამოცდილებით კვლავ ახერხებს გარკვეული გავლენის შენარჩუნებას მით უმეტეს აღმოსავლეთ ევროპაში. ანუ ის ფაქტი რომ შიდა წინააღმდეგობების გაძლიერებას უნდა ველოდეთ ეს ჩემი აზრით არის ის რაც აუცილებლად მოხდება და პორტუგალიაში რომ მემარჯვენე მაგალითად ხო და ნუ აი ეს მემარჯვენეები ხა იგივე ეს ლეპენისთვის რაღაცნაირ შეკვეცა ეს რუმინეთში რაც ფარსი ჩაატარეს მოლდოვაში რაც ჩაატარეს ანუ ერთი სიტყვით დემოკრატიის ასეთი რაღაც ტრადიციული გაგებით რაც სათაყვანებელია ხო რაღაც ელექტორალური დემოკრატიის ეროზია ერთი ნიშანი მეორე ნიშანი შიდა სახელმწიფოთა შორის დაგსაქსვა მესამე ნიშანი ეს არის უკვე რუსეთისგან ამერიკის რაღაცნაირი გარიყვა ასე ვთქვათ ისინი რაღაც ამ ეტაპზე სხვადასხვა პოლუსებზე აღმოჩნდებიან სხვადასხვა ბანაკებში არა მარტო ბანაკებში არამედ ზუსტად იმ რანგირებაში ხო ისინი უფრო მაღლა ესენი უფრო დაბლა და ნუ რაც არის ეს რაც ვთქვით ეს არის კულტურული პოლიტიკები მიგრაციული პოლიტიკები და ნუ საბოლოო ჯამში ის ფაქტიც ალბათ რომ აი ეს უფრო სიღრმისეული მიზეზი რაც არის ამ რაღაც ქრისტიანობის როგორც თუნდაც კულტურული და არა იმდენად რელიგიური, თუმცა ისიც ლოგიკის რაღაც უკან დაწევა, სამოხმარებლოს წინ წაწევა და მეორე მხრივ ის დიდი ტალღა
ასე ვიტალური, თქვათ, ისლამის მოსახლეობა, რომელსაც საერთოდ არ უდგას ის, თქვათ, დემოგრაფიული დილემები, რაც თქვათ ამ გათითო-კაცებულ და თქვათ ამ კონსუმერიზმის რაღაც ჭაობში, რომელიც ესე ჭაობად არ გამოიყურება ერთი შეხედვით, უდგას ხოლმე 10 წლის წინ, როცა ვიყავი გერმანიაში, მაშინაც კი იყო ეს ავტობუსებზე დიდი ბანერები, რომ ხა არ ვიტყვი ზუსტად ერთ-ერთი, რომ გააჩინეთ ბავშვები, თუმცა იქ ეწერა სიტყვა გაკეთება. ესე მაინც ვთქვი რა ეწერა. ხო და ანუ ეს დავწერია. ხო, ან პირდაპირ ხო, ანუ ესეთი რაღაც ამ დემოგრაფიული რისკები და ანუ ეს მთლიანობა ქმნის იმას, რომ ევროპა არის ეს ერთგვარად ამ გაურკვევრობაში და ამისი ყველაზე გარე სიმპტომატიკა არის ევროპული პოლიტიკური კლასის კატასტროფული დავარდნა, თუნდაც მერკელი, რომელიც შეიძლება თქვათ ვერ გაგეყვანა მაღალ ლიგაში, თქვათ 60-იანი წლების პოლიტიკოსებთან შედარებით, მართლა რაღაც პოლიტიკის გიგანტად მოჩანს, მეტრად მოჩანს ამ კაია კალასებთან და მაგათ შედარებით ხო, ბერბოკთან და იგივე მერცთან შედარებით ლიზა ტრასი და ანუ პოლიტიკური კლასის საშინელი, ანუ პოლიტიკური კლასის დესუვერენიზაცია, ანუ ისინი კი არ არიან პოლიტიკოსები, დეგრადაცია და ანუ ისინი კი არ არიან პოლიტიკოსები, ეს არის რაღაც აი ხელდასმა რა, ხელდასმულები, რაღაცა, ანუ რაღაცა უშინაარსო კლერკია რა, ასე ვთქვათ, მე ხა არ ვამცირებ არავის, უბრალოდ ანუ ის პოლიტიკოსის რაღაცა ეს რაღაც პროფესიული და მოწოდება და ხელობა, ხო, როგორც ვებერი ამბობს, ხო, ანუ ეს ამისგან დაცლილები არიან ერთგვარ და ეს არის ჩემი აზრით აი გარე სიმპტომატიკა და აი ამ ფაქტორთა ერთობლიობიდან გამომდინარე, აი რა უნდათ უკვე შეგვიძლია მე კიდე დამატებით. არა, თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ცოტა ხნის წინ, 5 წლის უკან თქვათ, ну ცოტა მეტი, ვინმე გამოვიდოდა და ესეთი სიტყვებს ეტყოდა საგარეო საქმეთა კომისარს. ზაზუნა უფრო ჭკვიანია ვიდრე შენ. ზაზუნა უფრო ჭკვიანია ვიდრე შენ. ნუ ეს ხო საერთოდ წარმოუდგენელი რამეა. ჯუჯა galaktikებში შავ ხრელებზე ვესაუბრები, შენ რაზე გელაპარაკო? ნუ ის კაცი ხო გერმანელია და იქ იცნობს არა იმ კალას, მან დაინახა როგორ მუშაობს, რას აკეთებს და გაუჩნდა ჯერდი მე ის კითხვა გამიჩნდა, ვეძებე და ვერ ვიპოვე. კუბაზე საუბარი რაში დაჭირდა? ანუ საგარეო ეთყობა ამ კომიტეტის ხდომა იყო და კუბაზე ალბათ მაგრამ ალბათ სანქციების დაწესება უდოდა კუბისთვის. შეიძლება ხო, შეიძლება როგორც რუსეთის მოკავშირის. კუბას სანქციების კალასის არ იყოს, ჩვენც ხო ყავს ეს გენიალური ხალხი რა და ერთ-ერთი გენიალური ესეთი ადამიანი ისიც ქალბატონი მოკლედ ერთ-ერთ აი ამ ოპო არხზე თუ რა ვიცი რა არის ეს არხიც აღარ არის მაგრამ მოკლედ აკეთებს შემდეგ ხო არის სიუჟეტი საინფორმაციო გადაცემაში არის მთლიანად ანტიჩინური აი რაღაცა ნუ არ ვიცი მე მოკლედ საუკეთესო ტრადიციებში საბჭოთა პროპაგანდაც კი არ ვიცი ჩამოურჩებოდა ამას გახსოვთ ხო ანტიჩინური პროპაგანდა რომ აი ამ დამასკის შემდეგ ხო 80-70-იანებში. მოკლედ არის ანტიჩინური პათოსი და გამოდის ეს არასამთავრობო ორგანიზაციის კარგად ნაცნობი ყველასთვის ეს პერსონაჟი, როდგარის სახლის ხმა არ მინდა. მაგას მიხვდით ალბათ. კი ბატონო, თავისუფლად მიხვდებით და ამბობს რომ აღშფოთებული ხა ზუსტ ციტირებას არ ვაქცევ, მაგრამ გიყვებით კონტენტს რა, ამ შინაარს ამ ძავისი გამოსვლის. როგორ შეიძლება ჩვენ ვღალატობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის როგორ შეიძლება ჩინური, ირანული და სხვა ინტერესების გამოხატვა და რაღაც ეკონომიკური თანამშრომლობა მე არ ვიცი აქ უფრო მეტი იდიოტიზმია, მავნებლობა. უბრალოდ ალბათ ვილსონმა გაემეორა მისი წერილიანი. ხო ერთი პათოსია ხო ეს მეგობარი აქტიც ამით არის განპირობებული რომ ჩვენ გვაქვს რაღაც ინტენცია ირანის და ესე იგი ჩინეთის და სხვა ქვეყნებთან ანუ ერთი არის ზე სახელმწიფო რომელსაც ამერიკა ევაჭრება მოლაპარაკებებზე და ვაჭრობს ყველაზე დიდი ბრუნვა აქვს ხო მათ შეუძლია თურმე ესე იგი და ჩვენ რომელიც ბუნებრივი ესე იგი ის არის ინტერესი გაგვაჩნია ვინაიდან ჩვენი ქვეყნის მეშვეობით ვატარებთ ამ საქმეს ჩვენ ესე იგი თურმე ჩინეთზე უნდა შევწყვიტოთ ურთიერთობა მოკლედ ეს ცალკე იყოს ეს მავნებლობა ან იდიოტიზმი ან ორივე ერთად მე მაინტერესებს ზუსტად ეს აი ამ ყველაფრის
შემხედვარ, ეგ უშინ წინ ვიყავი ჩვენს მეგობრებთან 42 პარალელში ეს პოდკასტი პირველ საზმაუსი. და იქ მაინც რაღაცებაში ლასიკომ ალაფერზე თქვა, რომ ეხლა ესეთი რეალობა იქნებაო, რომ იქ რაღაც ბევრი აისბერგია და ჩვენ რაღაცა უნდა შევეცადოთ, რომ გავძრეთ, ხო? შეიძლება გარკვეულწილად დაითანხმო ამ მეტაფორას, თუ კი ამ აისბერგებში დავინახავთ აი ეს მრავალ ცენტრს, რომელიც იქმნება, ხო, მაკრორეგიონებს არქმევენ, პოლუსებს არქმევენ, თუ რასაც არქმევენ. მოკლედ აქეთ არის მაგალითად პირობითად ამერიკის შეერთებული შტატები ეს მონროს მოდერნიზირებული დოქტრინით, აქ არის ბრაზილია სამხრეთ ამერიკაში. რამასფოსას და სამხრეთ ამერიკას მე მგონი აფრიკას უკვე არაფრის იმედი აღარ უნდა ქონდეს აი გუშინდელი ვიზიტის შედეგად ეს იყო საშინელება ბევრად უფრო ცუდი სანახავი იყო ვიდრე ზელენსკის კაცმა რომ მე ჩამოვედი ამერიკასთან გადავტვირთო ჩვენი ურთიერთობები თავით შეწყებების ხო რაც თავია სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრა ამ რამასფოსამ თუ რამასფოსა ჩაიყვანა თეთრკანიანი რამდენიმე გოლფისტი მულტიმილიონერი სამხრეთ აფრიკიდან რომ ესე იგი ეს რაღაც დაემტკიცებინათ რომ თეთრკანიანების კარგად ცხოვრობენ სამხრეთ აფრიკაში და ტრამპმა რომ დაადანაშაულა ამ გენოციდში თეთრკანიანების ერთ-ერთმა ვეღარ გაძლო თურმე ის გოლფისტი მილიონერი ბური და თქვა რომ რა თქმა უნდა ბატონო დონა თქვენ აბსოლუტურად მართალი ძანძებით დაუდასტურა ხო მაგრამ მე ის პატარა იმასავით რომ მოაწყვეს რომ ფოტო რომელიც აჩვენა კონგოშია გადაღებული და არა კი ბევრი ფეიქი არა სამხრეთ აფრიკაში ხო იქ არანაირი იქ რაღაცა კოლექტიური სამარხები და რაღაცა ის ამას ადგილი არ აქვს და ისიც უნდა ითქვას რომ ბურები რა თქმა უნდა ფლობენ ძალიან დიდ მიწების აი ამ იმას მოცულობას და აი ამ ქვეყნის დოვლად ძამნიშნულოვან ნაწილსაც დღემდე ბურები ფლობენ და არის ბძოდა ნიკო ბური მაგათ ხარ ამდენად ეს რაც შეეხება ამ ცენტრებს ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი ბუნებრივია და ამ თვალსაზრისით შეიძლება დავითანხმოთ ვასიკოს ვინაიდან ადრე თუ ჩვენ ვიყავით სცილა და ხარიბდა შორის რაღაც უნდა გაგვეტარებინა თან ეს ხარიბდა თუ სცილა ჩვენს მეზობლად არის ხო და გრავიტაცია ძლიერი ქონდა ყოველთვის ახლა ჩდება რამდენიმე გეოპოლიტიკური სუბიექტი აი მაგალითად ჩინეთი რომლის პირიქით ინვესტირება საქმიან და სხვა აქტივობებს მე მივესალმები მხოლოდ იმიტომ რომ ეს იგივე გარანტია არის და ბალანსი არის სხვა ძალებისთვის. აი თქვენ რას ფიქრობთ ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებთან დაკავშირებით აი ამ კონტექსტში რომელიც იქმნება აი ჩვენ თვალწინ. ჩვენი ძალიან მოკლედ შევეცდები თქვა ჩვენი და დიდხანს არც მაყურებელი მსმენელი შევაწუხ. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მრავალვექტორული პოლიტიკა. ეს არის ძალიან მოკლედ და ვეცადოთ ყველა მიმართულებით მრავალვექტორული მაგას ნიშნავს ყველა მიმართულებით განსაკუთრებით ეკონომიკურ ურთიერთობებზე აი ამ თავისუფალ სავაჭრო მე ძალიან გამეხარდა რომ აგერ დაიწყო ახლა კატართან მოლაპარაკებები და მე სხვათა შორის კუვეთში რო ვიყავი მაშინ ჩვენ მუშაობდით უფრო სპარსეთის ყურესთან თავისუფალი ვაჭრობას იმიტომ რომ იქ ხო არის ორგანიზაცია ამ ქვეყნების სპარსეთის ყურის და იქნება რაღაცნაირად ერთად იმას ვქნათ ხო ნუ მე გამოვიდა რომ ერთად არ გამოდის და ეხლა ცალ-ცალკე ვაკეთებთ ამას და საკმაოდ დიდი წარმატებითაც იმიტომ რომ საემიროებთანაც აგერ კატართან ვაპირებთ საუდელებთანაც ვაპირებთ რომ ეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები დავდოთ აგერ ამხელა ინვესტიცია უნდა შემოვიდეს ბათუმსა და თბილისში და ასე შემდეგ ეს იქითა მიმართულება მე ცოტა იქით ჩინეთია იგივე საკმაოდ ხანია ინდოეთთან ესეთი აქტიური საგვაკ ნუ მე იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი ჩაივლის და ევროკავშირთან გაუმჯობესდება თუნდაც იმის გავლენით ამ კაბელის და ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის და ასე შემდეგ პირველ რიგში ეს ეკონომიკური სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპა მოკლედ აღმოსავლეთ და დასავლეთ ჩრდილოეთ სამხრეთ ყველა მიმართულებით უნდა ვეცადოთ
რომ აი საკმარისია ეხლა რომ ურთიერთობას არ ვიფუჭებთ რადიკალურად რუსეთთან და ვცდილობთ რაღაცნაირად მიუხედავად იმისა რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს იმისგან სარგებელი ვნახოთ რა დონეზეც გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობები ამ რუსეთთან ну სამეზობლოზე ლაპარაკი არ არის სამეზობლო პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს თურქეთი და სამხრეთ ირანი ის რა ქვია აზერბაიჯანი სომხეთი ირანთანაც უნდა გავაგრძელოთ სხვანაირად არ გამოდის და არც გამოვა თუ ის პროექტები გამოვიდა ირანის სომხეთი და ჩვენც აქ ავართ და ჩვენც უნდა ჩავერთოთ მაგაში მოკლედ მე უბრალოდ გავშალე ეს მრავალვექტორული პოლიტიკა და ეს უნდა გავაგრძელოთ წავა იქნება პოლიტიკური წინააღმდეგობები დარწმუნებული ვარ იქნება რაღაც პატარა თუ დიდი ბარიერები მაგრამ თუ თანმიმდევრულ ძალიან აფასებენ სახელმწიფოს თანმიმდევრულ პოლიტიკას კარგად მოგეხსენებათ თქვენც და ჩვენ მსმენელებს რამდენჯერ გაუხსენეს მიშას რომ არათანმიმდევრული იყო ამერიკელებმა განსაკუთრებით სიტყვა პოლიტიკაში აი ჩვენ ეხლანდელი ხელისუფლება თანმიმდევრულ ცდილობს რომ თანმიმდევრული პოლიტიკა გამოს ძალიან დიდი მნიშვნელობა განსაკუთრებით ეკონომიკის ხო ну საქართველოს შემთხვევა მართლა არის ის რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ იქ გავა ძაფრო და იმ გზაზე უფრო ინტენსიურად და გაბედულად ვიაროთ რაზეც დავდექით ეს არის მრავალპოლუსიან სამყაროსთან ადაპტაცია ხო იგივე ეს ჩინეთთან დაახლოვება ხო იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ მაქსიმალურად ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის გარანტი გარდა ვთქვათ მოსახლეობის უმრავლესობის სურვილისა და ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯებისა არის ის რომ აქ სოფლიო და რეგიონულ მოთამაშეების უდიდეს ნაწილს და სასურველია რომ მის 100%-იან უმრავლესობას ვისაც ინტერესი აქვს ამ რეგიონში სურდეს მშვიდობა ის ფაქტი რომ ჩვენ ასე ვთქვათ ამ დიდი ზეწოლის მიუხედავად შევძელით მშვიდობის შენარჩუნება ცხადია არის პირველ რიგში ქართველი ხალხის და მისი არჩეული ხელისუფლების დამსახურება ამავე დროს ეს არის ცხადია დამსახურება იმისა რომ დიდ გეოპოლიტიკურ აქტორებს მაგალითად ჩინეთს და ვთქვათ სამეზობლო ქვეყნებს აქ არ სურთ არეულობა იმიტომ რომ იგივე მაგალითად აზერბაიჯანს ხო რომელიც ძალიან პოზიტიურად და ხშირად ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს ბატონი ალიევი და ბევრი აზრით ალიევის პოლიტიკა არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ის ვთქვათ ერთი მხრივ ვთქვათ ირანთანაც აქვს ურთიერთობა და აგერ ევროკავშირის კეთილად ხსენებული ქალბატონიც იყო ჩასული და იქ არავის გახსენებია ეს ეგრეთ წოდებული ავტორიტარიზმი, რაზეც ხშირად დაობენ თითქოს ქვეყნის შიდა მოწყობა განსაზღვრავდეს იმას საერთაშორისო ურთიერთობებში იმ ქვეყანასთან გაქვთ თუ არა ურთიერთობა. განსაზღვრავს შენი ინტერესი და ის მხოლოდ საბაბია რუბიოს განცხადება აზერბაიჯანზე. ხო, ზუსტად, ეგეც მნიშვნელოვანია. ანუ ამ მხრივ აზერბაიჯანმა რაღაცნაირად მოირგო ეს ასევე ეს მრავალვექტორულობასთან არის ძალიან სწრაფად ადაპტაციას გადის მით უმეტეს იმისა რომ იქ თქვა მართლა უფრო ვერტიკალური მართლობა და ის წინააღმდეგობები რაც თქვა ჩვენ ქვეყანაში არსებობს იქ გასაგები მიზეზების გამო არ არის. თუმცა უნდა გვესმოდეს რომ ჩვენ გვჭირდება ეს უფრო მეტი მოქნილობა და ცხადია ეს მშვიდობის შენარჩუნება არის უპირველესი ამოცანა, მაგრამ აი ამ მშვიდობასთან ერთად რაღაცა ტიპის ინტენსიფიკაციები ამ ვექტორების კონკრეტული ვექტორების მიმართულებით ალბათ გახდება საჭირო. იგივე ჩინეთის შემოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ ჩინეთი არის ფაქტობრივად აღმავალი ტექნოლოგიური, აღმავალი დომინანტი უკვე ტექნოლოგიური ძალა და ის განსხვავებით იგივე ამერიკის შეერთებული შტატებისა რაღაცა ტიპის გასაგებია რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ეხლა სრულ თანასწორობაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ აი ეს პოლიტიკური სიმბოლიზმი, რასაც ქვია, ხო, იგივე გვახსოვს პრემიერ-მინისტრის დახვედრა, როდესაც იყო, ხო, წინა პრემიერ-მინისტრია საუბარი, როცა ის იყო ჩინეთში, იგივე იგივე ის რო თქვა უიზო რეჟიმი მყისიერად შემოიღეს, რაც დღემდე არ გვაქვს ამერიკასთან, გეგონება ეს რაღაც
აღთქმული მიწა იყოს ამერიკა, სადაც ჩვენაირ ქვე ადამიანებს არ მიესვლებათ. ჯორჯიაში ვეშლები და გონიათ რომ გვაქვს. კი, ანუ ხო ანუ ზუსტად ხო შეიძლება. ანუ მოკლედ ანუ რაღაცა ტიპის მიმართებები აჩვენებს, რომ ჩვენაირი ქვეყანა უნდა ეცადოს მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი გეოსტრატეგიული ლოკაციის უპირატესობა და ეს ცივილიზაციათა შეხვედრის ადგილი, რაც ახლა ადრე ხშირად არ ხვდებოდა, მაგრამ დღეს უკვე ყველა ამაზე საუბრობს, მართლა არის ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება იმის, რომ რაღაცა ერთი ვექტორის, მით უმეტეს არის პოლიტიკურ და მით უმეტეს რაღაც რელიგიურ ხარისხში ავიყვანოთ. ეს მითები იმსხრევა უკრაინის ომმა გადააწყო ბევრი რაღაცა და უბრალოდ მიმართულება სწორია, უბრალოდ კონკრეტული საკითხები დადგება, ხშირად ეგზისტენციურიც ამ სუვერენიტეტის ეკლიან გზაზე, რომელზეც სახელმწიფომ და ერმა ხშირად გაბედული ნაბიჯებიც უნდა გადადგას. კი, რა თქმა უნდა, ეს საღი აზრია უბრალოდ, რომ არავის არ უნდა იყოს დამოკიდებული სამხრივად და მეტიც უნდა შეეცადო, რომ ყველა ძირითადი გეოპოლიტიკური სუბიექტი, ყველას ინტერესი ეკონომიკაში წარდგენილი უნდა იყოს, ანუ მნიშვნელოვანი ინტერესი უნდა იყოს საქართველოში, ჩინეთის მხრიდან, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, თურქეთის, რუსეთის, ევროკავშირის, ეს არის ბალანსის პოლიტიკა და მრავალვექტორული უალტერნატივო პოლიტიკა, მაგას სხვათა შორის ბელორუსიც ატარებდა ლუკაშენკო. სანამ დაიწყებოდა კონფლიქტი და აი აქ უკვე შეზღუდა ეს მანევრირება, რაც მე მგონი ძალიან სომხები ჯერ კიდევ 90-იან წლებში გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვატარებთ კომპლემენტარულ პოლიტიკას. პოლიტიკა კომპლემენტარნესტი. ნუ რა თქმა უნდა, მით უფრო სომხეთის ვითარებაში და მდგომარეობაში ეს აბსოლუტურად გასაგებია. უღრმესი მადლობა, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო იყო თქვენი შეფასებები და ანალიზი. მეგობრებო, მე კი გემშვიდობებით 4 შაბათამდე შევხვდებით ეპშტეინის კუნძულზე, სულ კარგად ბრძანდებოდეთ.